როგორც გითხარით, მასიურად ითიბება უკვე აკაურობა. თითქმის ყოველი მეორე ინდორი უკვე გათიბულია იქეთაც, აქეთაც. ეგარი რა, კარგად მოვასწარით. სიარული, როდესაც ისევ ნორდიოში ვართ, ჩამოვიყვანე როქსი. ნახოთ, ძალიან კაი გრილი ამინდია, მაგრამ ნიავი არც დღეს არ აქვს. თითქოს ცოტა წვიმას აპირებდა. ნახოთ, აბა შეიძლება სადღაც იყოს, ეხლა ერთად თავმოყირი ბლომად წვერი და იქნებ შევიხვედროთ. აბა დროებით. იგი ეცეტი ალოხს. It's არა ფუ კოსტოვიდე. დამორქს მოდი. ცრუნებული. გაწვიმდება ალბათ. კაი მაგრად იწვიოს რა, მაგრამ არა უშვებს. კაი იქნებ გაგვიადვილოს საქმე ამ წვიმამ რა. ბიჭო. კედან მოდის ხმა. რაც მოვედი და მანქანა გავაჩერე. აქედან კარგად ისმის ხმა და ნახოთ აბა. აქ ძალიან ხშირია ბალახი. ზრია იქეთ უნდა გადავიდე რა. ვა. ოქსიც. წინ. არა, ვიდეთო. წინ. მიდი როქს. მიდი, გაერკვიე მე. როგორ ეძებს ცხვირით. ვა. და რეკეთ. გაურბის დავიჯერო. წამ, მოდი აქ, მოდი. აქ უნდა იყნოსოს წესით. რაღაც აქედან ისმოდა ხმა და ნახოთ აბა. თუ იპოვის ამ ყვირალა წეს. ძალიან ნაკლები შანსია, მაგრამ მაინც ეცადოთ რა. მოდი აქ. ოჩტა. Tamam bicho, tamam. Tamam.
აი აქ ყვირის სალონს. მოდი. აქ უნდა წაადგეს დიდი ალბათობით რა. აი იქა ფეხში ამოგვიფრინეს. და მოდი როქსია. Danke. Atçaçdı babam noht. Ay koçers. Tam orks. Tam yudeteyim. Kattam cidartan. Sakedan argaindrod. Droga sakcevi ara koedze. ნათიბია. არ მგონია მინდიდან გავიდეს და ხა უნდა მიადგეს წესით. როქსი აბა. ცოტანი ავიწო. დავიწყო. არა პუცა თამაშობს. ფუ. გაგვირბის ეს მაიმუნი. ფუ როქსი, მოდი. მოდი. აი. უფრო აქეთ ჩაჯდა მგონია რა. ეგ არის აბა მიდი. ვა. აგვიქცა. მოდი აქ უნდა. გაძვრა დავიჯერო. გაგვიძვრა ხელია გაიპარა. ცოტანიავი წამოვიდა და მან გადია. აბა ნახოთ. როგორ გამოიყენებს ამ ნიავს და ფუ, მოდი დაანებდა. შევიდა. ესაც 1-2 ფრინველი თუ დავამუშავეთ, ძალიან კარგი იქნება უკვე ამ პირობებში. ძალიან რთულია. აი. მიდი ბიჭო. რაღაცა იყანოსა. და ხმები ის. აი. მოიყვანა და. ეხლა მთავარი არის ჩვენთვის რომ ესე როქსი რო ესე გააქტიურდა და შორს გადის კონტაქტის ზონიდან არ გაგვივიდეს რა, მაგრამ ოძახებაზე უკვე მოდის ტრიალდება რა. კიდე მეტი უნდა ვავარჯიშოთ მაგაზე რომ ნებისმიერ დაძახებაზე ჩვენთან გაჩნდეს რა. ის ერთი ფრინველი დაგვიფრთხა იქ. ვერ იყნოსა დააფრთხო რა. აბანა. ედი. აერკვი.
კარგი შვენივად გადასარევად მუშაობს. ძალიან კარგ მანძილებზე გადის უკვე. წინა გამოსვალზეც აღვნიშნე და ეხლა მთელი ეჯერ ზიგზაგებზე ვერ გამდეს, ყველა პარალელი არა აქვს თანაბარი, მაგრამ უფრო შორს გადის, უფრო ენერგიულია, უფრო თამამია, უფრო აქტიურია და რაც მინდოდა ამ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით შედეგსაც მივაღწიეთ რა. ჩავალთ ახლა ცოტა ქვევით, სადაც ამან დავდივართ ხოლმე იქნებ ფრინველი შეიხო. ახლა ნახოთ რამდენად კონტაქტურია, რა რამდენად მოვა დაძახებას. როქსი, ჩემთან! არა. თავისთვის დარბის. როქსი, ჩემთან. მოდი. ოჩ, კარგი ბიჭი. ანუ გამჯდარი აქვს თავში რა. ოკეი, წავიდე. ბევრჯერ უნდა დაუძახო, არა და შეიძლება ამის დახვეწა, რომ ერთ დაძახებაზე ეგრევე შენთან გაჩნდეს რა. მაგაზე მუშაობასაც ვერნა დავიწყებთ რა. ანუ უფრო მეტი ყურადღება მიექცევათ როქსის წვრთნას და არა ესე საველე პირობებში. როქსი, ჩემთან! მოტრიალდა. ოჩ, კარგი ბიჭი. თან ვამატებს სასტვენს, კარგი ბიჭი. წავიდე. ეგ დაძახება, მოსვლა. ამ დაძახება უფლისწულად სასტვენი მოვიდა ისო გაუშვათ რა. გავიდა რამდენია დაახლოებით 50-70 მეტრი. ისევ დაუძახ. როქსი, ჩემთან! ამ შუაგზაში არ უნდა ტრიალდებოდეს და არ უნდა მისთვის საინტერესო სუნებისკენ არ უნდა იქცეოდეს. ამ პირდაპირ შენთან უნდა მორბოდეს რა. მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან. ოჩ. კარგი ბიჭი. ბრავო როქსი. ეს სამი. ოკეი, წავიდე. 10-ჯერ გავუკეთებ დაახლოებით, რომ მიხვდეს, რომ ნებისმიერ დროს დაძახებულზე პატრონთან უნდა მივიდეს რა. კიდე გეუნებთ, ეხლა არ მაქვს აქცენტი, რომ გინდა თუ არა აუცილებლად ნაბული გააკეთოს, ბევრი მწყერი ნახოს, ეგ მოვა, როგორც გეს. ივლისის თვე გადავა, უფრო მწყერი კიდე პარტყები გაიზრდებიან მოიმატებს, უფრო მეტი შეხვედრა იქნება მერე წეთან. როქსი, ჩემთან! ოდი ჩემ. ოჩ, კარგი ბიჭი. ეს 4. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ოჩ, წავიდეთ. ოკეი. ეს ბრძანება, დაძახება, მოსვლა აქ არის სწავლება რა. ისწავლება დახურულ სივრცეში. პატარა წარმოიდგინოთ ეზოში. ბავშვების სათამაშო ფეხბურთის მოედნები რო არის იქ. მერე გადადის ქუჩაში და სანამ კარგად იქ არა ითვისოს მანამდე მინდორში არ კეთდება რა, მაგრამ ბაზა აქვს როქსის მაგის და ამიტომ თავს ვაძლევ უფლებას რომ აქ გავაკეთოთ ეგონჯიში დავხოწოთ ესე ვთქვათ რა. აქ როგორ არის ბრძანება ჩემთან და სასტვენი რა, ანუ სასტვენიც უნდა დააკავშიროს, ანუ დაძახება სახელს და სასტვენს ანუ დაუძახებ თუ სასტვენს დაუსტვენ, ერთი უნდა იყოს მისთვის და უნდა მოდიოდეს შენთან რა. თუ ეს არ ექნა, უმთავრესი ბრძანებაა რა. უმთავრესი ბრძანებაა, ეგ თუ არა აქვს ძახს, გამჯდარი აზრი არ აქვს რა. უბრალოდ ძალიან არასასიამოვნო იქნება ეგ ძაღთან ერთად ნადირობა და მუშაობა რა. კიდე დაგვირთხე ერთი ფრინველი. ათახვედი. ვერ მოასწრა.
ხო ცუდია. როქსი, ჩემთან. ოჩა. კარგი ბიჭი. ეს 5. წავდი. რა, 1-3 წელი ფრინველი ვნახე. მართალია მუშაობა არ ქონდა სამ. ერთი ნაგული ვერ გააკეთა, მაგრამ არა უშავს. ახსუ გათიბოლია ყველაფერი. ქვევითაც დაუწყია თიბო. როქსი, ჩემთან. ოჩა, კარგი ბიჭი. ოჩა, კარგი ბიჭი. ოკეი, დავიდეთ. არ ვიცი, არ მახსოვს ვინ მომწერა. ესე მინდორში სასუსნაოთი სიარული თუ შეიძლება და ამ დროს დაჯილდოვება რა და სასუსნაოთი სიარული და დაჯილდოვება თუ შეიძლება. კი, შეიძლება უბრალოდ რამდენად შეიძლება იყოს თქვენი ლეკვი ძაღლი აქტიური ამ სასუსნაოზე. ანუ აქ მინდორში გამოსვლა და ამ მინდორში სირბინი მისთვის ეს სუნები ბევრად უფრო ამაღზნებია, ვიდრე შეიძლება იმ სასუსნაოზე რეაგირება არ ქონდეს. მაგრამ რეაგირება ქონდეს ეზოში, სახლში ან სხვაგან სადაც ავარჯიშებთ რა და აქ მინდორში იმდენადაა მისი გონება გადართული ამ სივრცეში სირბილს ამ უცხო სუნების დაანებეთ. ხო, შეიძლება ამ სასუსნაოზე რეაგირება არ ქონდეს რა. მაგრამ არ არის გამორიცხული, შეიძლება რომელიმე ძაღლს ქონდეს რა. შეგიძლიათ ჩაიყაროთ ჯიბეში და ატაროთ ის მისი საკვები იქნება თუ ძეხეული თუ სოსისი, რასაც კაი სუნი აქვს და მოწონს, ეგ არ იქნება პრობლემა, მაგრამ ჯობია მანამდე ვაკეთოთ. ეხლა სულ სასუსნაოდ მინდორში ხო ვერ ივლი რა. ჯობია ეგ ეზოში აკეთო ეგ ვარჯიშები, სახლის პირობებზე აკეთო, დახვეწო და მერე უკვე მინდორში კიდე განავითარო და გაამყარო ეს ბრძანება რა. როქსი, ჩემთან. ოჩა, კარგი ბიჭი. ბრავო. ოკეი, წავ. და ერთი რამ კიდე, ანუ სასუსნაო დადებითი ემოციები, დადებითი სიტყვების თქმა და მოფერებას სამივეს ერთნაირად აღიქვავენ ძაღლები, ანუ სამივე შეგვიძლია დავასაჩუქროთ, შეგვიძლია სიტყვიერად მოვიფეროთ, შეგვიძლია სასუსნაოდ დავაჯილდოთ, შეგვიძლია მოვიფეროთ რა. რომელიმე გამოვიყვანოთ, ანუ ორი ერთად უფერება და თბილი სიტყვები, ან სასუსნაო და იგივენაირად დადებითად აღიქვება მისთვის რა. როქსი, ჩემთან. ეცადეთ რომ თუ არ მოდის შენთან თქვენ არ მიხვიდეთ მასთან რა. ან ეხლა მე რო კიდე ამას ვეძახო მეორედ მესამედ აზრი არა, არ გამიგონა ხო? უნდა დავანებოთ. ეხლა რაც უფრო მეჯერ გაუმეორებ, როქსი ჩემთან მიხვდება რომ 5-6 დაძახებულის მერე უნდა მოვიდეს შენთან. ანუ ეხლა კი მაიგრნო ეს, მაგრამ ეს იმის ბრალია რომ არა გამყარებული და არამყარ რაღაცას ვაკეთებინებ, ვცდილობ რომ მივიღო შედეგი. ანუ როგორც ადამიანს ელაპარაკები და გონია რომ გაგიგონებს, გაიგებს, ეგრე არ არის რა. ფუ! როქსი! აი, ამოიყვან. კი ბატონო. კარგი ბიჭი, არ ვენდე. როცას უტრია. აი ხას მელა წინ თავზე აგირბის სტოპ ოჩ კარგი ბიჭი
ორი ცალი ამოიყვანა. ეხლა ვნახოთ კიდე. როქსი, ჩემთან. აქ რა, ჩემთან, მოდი. ძალიან შვენი. კარგი ბიჭი, ხოჭო. ოკეი, წავ. მელა ეხლა მოიყვანა ის. არა, გადა ამოწმა გაიარა. ძალიან კაი. როგორ გაირკვევა? როქსი, ჩემთან. როქსი, ჩემთან. ანახანა გამოთიშვები რა. ანუ 10 დაძახებიდან 8-ჯერ მოვიდა, 2-ჯერ არ მოვიდა. რა ეხლა უფრო გააქტიურებულია ძებნაში, ანუ თელი გონები ჩართულია ძებნაში და ამიტომ გაიგნურეს. ეგრე არ უნდა იყოს. როგორც კი დაუძახებ, აუცილებლად თქვენთან უნდა მოდიოდეს რა. როქსი, ჩემთან. აი, გამომხედა ეხლა, მაგრამ დამჭირდა მესამე დაძახება. რაღაცაზე იყო ყურადღება გადართული. ყოჩა, კარგი ბიჭი. ოკეი, წავ. გააგზელე. ისა რეგში გადაში გუნდა აკეთოთ რა და აუცილებლად საკეთებელი თემაა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით რა. ჩემ პრაქტიკაში ძალიან მეხმარება ეს ნადირობაში რა და ისედაც მორჩილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ეგეთი აქტიურია მთელი ეს რამდენი წუთი 45 წუთი ამას რომ წერი ყავდეს ძალიან მაგარი არა თავი ათავლა და არა ფუ რაღაც სუნი ფუ განებ წამ მოდი რომ მთელი ეს პერიოდია აი ესე გაფაციცებით მუშაობს რა. ეს არის უკვე მუშაობა და ჩართულობა რაც სანადირო ძაღს ჭირდება რომ მთელი ნადირობის პროცესში ესეთი აქტიური იყოს, აქტიურად ქონდეს ცხვირი ჩართული. კი ქონდა წეღან ერთი ძალიან მაგარი ყაინაბული, მაგრამ ჩიტი იყო. კარგი აი ამ ეს ის არის რომ თვალით არ გააკეთა ეს ნაბული და ცხვირით გააკეთა. მართალია არასანადირო ობიექტი იყო, მაგრამ ეგ მხოლოდ გამოუცდელობის ბრალია რა. როქსი, ჩემთან. ჩემთან, მოდი. როქსი, ჩემთან, მოდი. ოჩ, კარგი ბიჭი. კარგი ბიჭი, წავიდე. ეხლა უკვე ჩავსვა მანქანაში. მანქანა იქ არის. ამით დავამთავრეთ. ამოგვივიდა სულ 45 წუთი, 46 წუთი დაიწყო. რაც შევძელით ეს იყო რა. არა, მოდია, წამოროქს. კარგი ბიჭი, აი, წამ. საკმარისია სულად იმ ორი ფრინველის ამოყვანა. საკმარისი იყო მისთვის. ეს ორი ცალი ერთი დაგვიფრთხა ალალად. რომელთანაც ჩაუარა და ერთი წელი ამოფრინდა. ერთი იყო, ქონდა მუშაობა, უბრალოდ შორს იყო და არ მივედი. იქაც ნაბული გააკეთა, მაგრამ ჩემს გარეშე ამოიყვანა, ძანების გარეშე. მაგრამ ფრინველთან შეხვედრა ქონდა რა. ქონდა ეს ერთი ნაბული კიდეც სულ არასანადირო ობიექტზე. მოკლედ ჭედავთ მუშაობს. გავაგზავნებთ მუშაობას და მე ალბათ უკვე შემდეგი
ვიდეოები იქნება უკვე უშუალოდ წვრთნის რა, რაც როქსის ყველაზე მეტად ჭირდება. უბრალოდ ამ საიდანაც დავიწყე თავიდან ამ ეტაპის, ამ პერიოდის გამოტოვება არ მინდოდა რა, რომ სანამ ფრინველი იყო, მინდოდა რომ ბევრი შეხვედრა ქონოდა. რაც არასწორი არის. პირიქით უნდა გავაკეთოთ, ჯერ უნდა გავწვრთნათ მაქსიმალურად, გამოვამზადოთ საღი და მერე გავიყვანოთ მინდორში. მაგრამ ახლა მე ვიწყებ, შემდეგი ეტაპი იქნება კიდევ ერთხელ გამოვიყვან მინდორში. გენერალური რეპეტიციასავით იქნება. ნახოთ, ამინდი როგორი იქნება, დრო როგორი იქნება, და ხვალ იქნება. ანუ ეს ბოლო ვარჯიში იქნება, როგორც სპორტსმენები ემზადებიან თამაშისთვის, როგორც რამესთვის ემზადები განსაკუთრებულისთვის და ბოლოს ესე ვთქვათ, როგორც ამბობენ, გენერალური რეპეტიცია საბოლოოდ მთელი აქცენტი გვექნება, რაც ჩემი მეტი ფრინველი ნახოთ. თავის შეცდომებით, თავის გამოტოვებებით დიდხანს ვატარებ და ნახოთ რა გამოგვიყვება რა. და დიდი მადლობა, თქოს მოიწონოთ ვიდეოები, გამოიწეროთ არხი დროებით.